ღმერთის სადიდებელი ვთქვა ძმებო. ქართული სუფრის მთავარი პერსონაჟი არის სიტყვა. ეს სიტყვა სადღეგრძელოა. ეს თამადაა, ახლა ის პირველ სადღეგრძელოს ამბობს. ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობ. ეს ღვთის სადიდებელია. ასე იწყება ქართული სუფრა. როდის გაიშალა პირველი სუფრა საქართველოს ტერიტორიაზე? როდესაც მონოგამიური დასახლება, ერთი წარმომავლობის, ერთი სისხლის წარმომავლობის დასახლება უკვე იშლება სამეზობლო თემებად, სავარაუდოდ უნდა ითქვას, რომ ალბათ მაშინ უკვე დაიდგა პირველი ტაბლა სტუმრისთვის. ღვინოს და პურს ქართველებმა 8000 წლის წინ მიანიჭეს სარიტუალო ფუნქცია. საქართველოში სუფრას პურობას ეძახიან, ეს მარტო ჭამა არ არის, პური არის განსაზღვრელი ადამიანთა ურთიერთობისა. ასეთ პურობებს ძველ სამყაროში ქურუმთა კასტა მართავდა. ქურუმია ძველი სამყაროს თამადა. 1000 წლეულების წინ თუ კი ამ რიტუალის ორგანიზებას აკეთებდა ქურუმი, დღეს ამ საქმეს ასრულებს თამადა. თამადობის ინსტიტუტი ქართული ცივილიზაციის უწყვეტი და დამადასტურებელი სახეა. ამ თამადის ასაკი 2800 წელია. ის ანტიკური ვანის მოქალაქეა, სავარძელში ზის, მოკლე ტო გააცვია, ხელში ყანწი უჭირავს და სადღეგრძელოს ამბობს. ეს ღვთაების ქანდაკებაა, ის ძველი სამყაროს უფალია. ქართული სუფრის თამადას დღემდე უფალ თამადას ეძახიან. ქვეყანა, რომელსაც ქურუმთა კასტა მართავდა თბილისიდან 300 კილომეტრში, ვანის ნაქალაქარშია. აქ მხოლოდ ტაძრები, სარიტუალო მოედნები და სამარხებია. მისი ასაკი თითქმის 3000 წელია. ეს ქალაქი კარიბჭით იწყებოდა. კარები იღებოდა გარედან შიგნით და შემოსასვლელში შემდეგ ჩანს საკურთხეველი, სადაც ქურუმები ატარებდნენ რიტუალებს. ცერემონიალებს, რომლებიც ამ ქალაქში იმართებოდა, 3 მოქმედი პირი ჰყავდა. ღვთაებისადმი შესაძირად გამზადებული სარიტუალო ცხოველი, ღვინო და რიტუალის ამსრულებელი ქურუმი. 2700 წლის წინ ამ ქალაქში მოხეტიალე ღმერთი დიონისე გამოჩნდა. თრობალ, ხინი, მასკარადები და ნადიმი ამ ქალაქის ჩვეულებრივ რიტმად აქცია. ის აქ ყველგანაა, ქანდაკებაში, საკურთხეველზე, ჭურჭელზე, თუმცა აქ ვანში მას კოლხი ქურუმი ხვდება და როგორც მას პინძელი და გამოცდილი თამადა, დროებით სტუმრის პრიორიტეტის აღიარებას იწყებს. ყველაფერი აი დიონისესთან, ღვინის მასთან, გართობასთან და ბახუსთან ასოცირდება. ყველაფერი ამის სათავეში, რა თქმა უნდა, იდგა ქალაქის ქურუმი, რომელიც აი ამ სარიტუალო დღესასწაულებს წარმართავდა ტაძრებში, აი ამ საკურთხევლების ირგვლივ. ღვინო ის საკრალური პროდუქტია, რომელიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის რიტუალში. ასე იყო უძველესი დროიდან და ასეა დღესაც. სუფრის ცერემონიალებს მაშინაც და დღესაც უძღვებოდა თამადა. როდის ანსად ჩდება სიტყვა თამადა? სიტყვა თამადის წარმომავლობა, მისი დაბადების დრო და ადგილი საუკუნეების მიღმა იკარგება, სადღაც 1000 წლეულებშია საძიებელი, ის თავადი იყო ძველი ქართულით თვითონ უფლებამიცემული პირველი. დღეს ეს სიტყვა მცირეოდენად სახეცვლილი გამოიყურება, მაგრამ არც ისე, რომ ქართული ენის ისტორიული განვითარების კანონზომიერებებს არ ღვევდეს. თამადა, რომელიც უკვე მე-8 საუკუნეში ესოდენ მაღალი ფორმით არის წარმოდგენილი, ამას წინ უნდა უსწრებდეს რამოდენიმე ათეული 1000 წლები, რომ ესეთი დახვეწილი ფორმით გვაქვს ჩვენ მე-7 საუკუნეში. ჩვენი ექსპერტი მართალია. კახეთში ვანის თამადაზე 600 წლით უფრო ძველი ღვინის ღვთაება ბადაგონია აღმოჩენილი. ისიც თამადა, ხელში მასაც ყანწი უჭირავს. თამადა განაგებს სუფრას, მას უსმენენ, ისიც ისმენს სხვისას. ასეთია წესი. ამ წესს არ ცვლიან კლასიკურ ქართულ სუფრაზე. ამ ქვეყანას გაუმარჯოს. ახლა თამადა იმ სადღეგრძელოს ამბობს, რომელსაც უპირობოდ სვამენ ქართველები სუფრაზე.
ძველ კოლხეთში დღესასწაულთა სამი ტიპი უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ეს იყო ახალი წელი, რომელიც გაზაფხულზე იმობდნენ ძველი კოლხები, ალბათ მოსავლის აღება, რომელსაც შემოდგომაზე იზეიმებდნენ და მიცვალებულსაც გარკვეული ტრადიციების წესით მარხავდნენ. თითქმის ყველა სამარხში აღმოჩენილი გახლავთ ჭურჭელი, რომელსაც დაკრძალვის შემდეგ დალევდნენ და შემდეგ აი ამ ჭურჭელს მიცვალებულის ფეხებთან დაამსხვრევდნენ. ინფორმაცია დაკრძალვის წესზე ამ ვერცხლის სარტყელზე დატოვეს. გარდაცვლილი K-pop-ს მას ემსახურებიან და მუსიკითაც ართობენ. ყველა დროში ასრულებს ადამიანი მისტიკურ რიტუალს, რომელსაც გარდაცვლის უძღვნის. იცვლება რელიგიური ფორმატი და მასთან ერთად ახალი წესი მკვიდრდება. ქრისტიანული ტრადიციის ძალიან დიდი გავლენა არის მოგეხსენებათ ტრადიციულ ქართულ ცხოვრების წესზე. ამ წესს ემორჩილება მიცვალებულთა ხსენებად სუფრაზე. საქართველოს ყველა კუთხეში სვავენ მიცვალებულთა სათხეგრძელოს მაშინ, როდესაც სუფრაზე იმ კუთხისთვის ტრადიციული ცხელი კერძი შემოაქვთ. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ასეთია ხინკალი. მეგობრებო, ცხელი ხინკალი შემოვიდა და ჩვენი გარდაცვლილი წინაპრების მოსაგონარი. მერთმა აწყობს მათ სულ. ქართული ტრადიციის თანახმად, თამადა განსხვავებული სასმისით სვამს მიცვალებულების ხსენებას. ასეთ დროს სუფრის წევრებს არჩევანის უფლება რჩებათ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ განსხვავებული ან გააგრძელონ სმა ჩვეულებრივი სასმისებით. მე შემიძლია ვთქვა ქართული სუფრის ლიტურგიული წარმოშობის შესახებ. ქართული სუფრის წყობა, ეს აღნაგობა, დალოცვითი ტიპი, ეს ყველაფერი მოდის რა თქმა უნდა ლიტურგიიდან. ანდა როდესაც ლაპარაკია მიცვალებულთა ხსენებაზე, იქ ვიცი ჩვენ რომ პურს ჩააწობენ ღვინოში, ეს ფაქტიურად წმინდა ნაწილი, სადაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება ადამიანი. განსხვავებული სასმისი ქართულ სუფრაზე ხშირად გამოიყენება. ასეთი სასმისების მრავალფეროვნება და მონაცვლეობაა ქორწილებში, სახალხო დღესასწაულების დროსაც. გარდაცვლილთა ხსოვნას როგორც წესი მოსდევს სიცოცხლის, განახლების და იმედის სათხეგრძელო. მერთომ უგამოლებ ვალინდელი დღის იმედს. ღვინის სარიტუალო სასმისების დიდი ნაწილი კონუსისებური დაბოლოებით მთავრდება. ეს ყანწია. ასეთი სასმისი დღემდე აქტუალურია და ის დღესაც იმ ფუნქციას ასრულებს, რაც 1000 წლეულების წინ მიანიჭეს. საქართველოს ტერიტორიაზე აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ლითონის ყანწის ასაკი 3500 წელია. ყანწ სასმისები სპეციალურად იქმნებოდა, ვინაიდან დასადგავი არ აქვს. ეს არის სასმელი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და ძირითადად რიტუალურ სადღეგრძელოებს წარმოსახავს. ქურუმი რომ მიირთმევდა ერთი სასმისიდან, აი ნადიმის წევრებიც ყველა ერთი სასმისიდან მიირთმევდნენ და სწორედ ეს ხელიდან ხელში გადასვლის ტრადიცია და ალბათ სწორედ ერთობა და შემდეგ ეს უკვე გადმოსული არის უკვე ქართულ ხალხურ ტრადიციებში და გრძელდება დღესაც. ამ ერთობის წინამძღოლ თამადას სუფრაზე თავისი ადგილი აქვს. ეს სუფრის თავია. რატომ ირჩევენ სუფრის თავს თამადისთვის? რას უკავშირდება ეს? სუფრის თავი უნდა უყურებდეს შემოსასვლელს ყოველთვის. იმიტომ სუფრის თავში, როდესაც ზის თამადა სუფრის წინამძღოლი, იგი უნდა ხედავდეს რა ხდება მის დაქვემდებარებულ აი ამ სივრცეში, ვინ შედის, ვინ გამოდის, სტუმარი როდის მოდის, მეორე ახალი სტუმრები როდის მოდიან, რომ შემდეგ შეისვას მათი საპატივსაცემო სადღერძელო. არსებობს სუფრის წარმართვის წესი და არსებობს კულტურა. სუფრა სხვა ქვეყნებში, ყველგანაც სოფლიოში არსებობს რაღაც გარკვეული წესრიგი, გარკვეული ეტიკეტის დაცვა. ეს სხვა ფენომენია და ისე რაც ქართულ სუფრაზე ხდება, ეს კულტურაა. და სხვა ერში და სხვა ქვეყანაში, ჩემი მონაცემით ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი და არ მგონია სხვა მონაცემით არსებობდეს, სხვა ერს ეს კულტურა ასეთი ღირებულებებით დატვირთული კულტურა არ გააჩნია.
მაინც რა დატვირთვა მოსდგამს ქართული სუფრის წესრიგს ისეთი, რაც სხვა ქვეყნის სუფრული ტრადიციებისგან გამოარჩევს მას. ეს ალბათ სტუმართ მასპინძლობის ქართული კოდექსია. უარი ღვთისა, ჩვენი სტუმრის სადგეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო. სტუმარს გაუმარჯოს. ოჯახის უფროსი უნდა ყოფილიყო მსახური სტუმრისა, მაგრამ ის დელეგირებას უკეთებდეს, აძლევდა უფლებას მის ახლობელს. შეექმნა ატმოსფერო, რომ სტუმარი ადვილად შემოეყვანა სივრცეში ოჯახის ფუძის ანგელოზის მფარველობის ქვეშ და შესაბამისად შექმნილიყო, ასე ვთქვათ, დადებითი ატმოსფერო. ათასწლოვანი ტრადიციის ნაწილია გოჭის თავის თამადისადმი მირთმევა. ეს სამსხვერპლოს ვარაკის სიმბოლოა. სარიტუალო საკლავის თავი ეწირებოდა სატაძრო კომპლექსებს. მისი განკარგვის უფლება ქურუმის პრეროგატივა იყო. ქართული წესის თანახმად ყველაზე საპატიო სასმელი ღვინოა, ამიტომ ღვინის ზომიერად მოხმარების მეთვალყურეც თამადაა. ღვინოს ესეთი ძალა აქვს ფეთქებადი, რომ ადამიანი შეიძლება დაიმორჩილოს და ასეთი თქმაც არის ქართულ სიტყვაში, რომ ღვინით გალახულსო ჯოხით გალახული ჯობია, ასე იგი ღვინო მათრობელაა, ასეთი ის არის ვიმეორებ კიდევ ისე ფეთქებადია, მოულოდნელობად არის სავსე. ამიტომ ადამიანმა უნდა დააძლიოს ეს ღვინო და არ იყოს მისგან გალახული, ამიტომ თვითონ ღვინო უნდა მათხრუნოს, მოიშინაუროს. თუმცა ერთი ეშმაკობა მაინც იხმარა ქართული სუფრის მერიქიფემ და ადამიანის გამოსაცნობად ღვინის დაძალებას მიმართა. მშრალი ადამიანი კონტაქტირებაში უფრო ადვილად შემოდიოდა და თუ ღირდა მათთან ურთიერთობა მას აგრძელებდა, თუ ესეთ შემთხვევა თქვათ არ გამოვლინდებოდა ან ცუდ ხისტაბეჭდილებას იძლეოდა, მაშინ იმ შემთხვევაში მასთან კონტაქტებს შეწყვეტენ. ღვინო, ლხინი და ნადიმი მტრის მოკავშირეც გამხდარა. ვანის სატაძრო ქალაქი სწორედ ლხინის დროს დაარბია მტერმა, მაშინ როდესაც სარიტუალო ძელზე ღვინით სავსე ჭურჭელი იცლებოდა. მართლაც გაზაფხულზე, როდესაც ეს რიტუალი სრულდებოდა, მეღვინეობისადმი დიდი რიტუალი სრულდებოდა, ეს ქალაქი საგანგებოდ იქნა დანგრეული მტრის შემოსევების შედეგად, ზუსტად ეს დრო შეარჩიეს მტრებმა, რათა ამ დროისთვის არავის არ ეცალა ქალაქის დასაცავად, ყველა ბახურში იყო გახვეული და ასეთ ვითარებაში ქალაქი დაინგრა. ქართველებისთვის სუფრა ერთადერთი ადგილია, სადაც კანონს იცავენ და თამადის მითითებებს ასრულებენ. როცა თამადა პერსონალურ სათხეგრძელოებზე გადადის, აქ ქართული სუფრის ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. ბატონ გოჩას ძალიან გაუმართლა. ერთმა სიკეთისთვის გამოარჩია. აი ესეთი მიმართვები ადამიანის სუფრის რომლის ფეხზე დგას და ამას ყველაფერს ისმეს, ეს არის რაღაც რიტუალი, რომელსაც აქვს რა თქმა უნდა გადაჭარბება, როგორც ყოველ რიტუალს უნდა იყოს გამოკვეთილი რაღაც. ამას ის მნიშვნელობა, რომ ამ ადამიანს ჩაუნერგოს რაღაც იკეთე. შეიძლება ამჟამად და საერთოდ ასეთი არ არის, მაგრამ ასეთი უნდა იყოს. სამედიცინო თვალსაზრისით ეს არის სალუტოგენეზური ეფექტი ქართული სუფრისა. ქართულ სუფრაზე ადღეგრძელებენ. ადამიანს აქედენ. წინ მოაქვთ მისი დადებითი თვისებები. მისი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმის ვალდებულებას ძენს, რომ ის ასეთი იყოს. ეს უკვე განწყობის თეორიის ერთგვარი ინტერპრეტაციაა, როგორც ჩანს ღვინოს მისგან მოტანილ სიკეთეს დიდი სჯულის კანონის ავტორებიც ითვალისწინებდნენ. ამიტომ სპეციალური მუხლი შეიტანეს, რომელიც ეკლესიიდან განკვეთდა კაცს, ვინც ღვინოს სისხლის გამო არ სვამდა. შუა საუკუნეების საქართველოში ბევრი ევროპელი შემოდის. მათი მემუარების დიდი ნაწილი ქეიფის და ლხინის აღწერას ეთმობა. ღვინის სიმრავლე, შეჯიბრის სმაში ამ მემუარების ყველაზე აქტიური ნაწილია. კლასიკური ღვინის ქვეყანაში მიუტევებელ ცოდვად ითვლება ლოთობა, თუმცა აქ ლოთობა არ არსებობს. ეს ფრაზაც ევროპელების ჩანაწერებიდანაა. მე-17 საუკუნეში ევროპელებმა ამბავი გაიტანეს მთელ მსოფლიოში, რომ ქართველები ქალის ფეხსაცმელს სვამდნენ საღვთაებრივად. 400 წლის წინ ამ ამბავმა აღაფრთოვანა ევროპა. ძალიან მალე საიმპერატორო არმიის გენერლები და ოფიცრები ქალის ფეხსაცმელს სასმისად გამოიყენებენ და ეს მოხდება ყველგან. 21 საუკუნეში ფრანგული ცქრიალა ღვინის ცნობილი მწარმოებლები ძვირად ღირებულ სასაჩუქრე ყუთებში ღვინოსთან ერთად ქალის ბროლის ფეხსაცმელს ჩადებენ.
ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ის, რაც აღარ იწერებოდა, არც იბეჭდებოდა და არსად ისწავლებოდა, ქართველები სუფრაზე ამბობდნენ, ერთმანეთს გადასცემდნენ და ასე ინახავდნენ ინფორმაციას. ერთი პერიოდი იყო ქართული ასეთი ცოტა ირონიული შეფასება ადამიანზე, მაგრამ სუფრის განათლება აქვს მიღებულიო. რატომ? სუფრაზე ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებდა ადამიანი, ძალიან ბევრ რამეზე ამახვილებდა ყურადღებას, ინტერესდებოდა რაღაცით. მე შეიძლება ციგნი არ იყო ხელში და წაეკითხა ის რადგან გუშინ დამადამ თქვა, ხო? სუფრაზე ტონუსი იმატებს და იმატებს მხიარულების ხარისხი. სუფრული სიმღერების პარალელურად ქართველებმა საეკლესიო საგალობლების მთელი სისტემა გაახალხურეს, მათ შორისაა მრავალჟამიერი. ეს არის სწორედ საეკლესიო ეს პოლიხრონიონი, ბერძნული სიტყვა, ბერძნული თარგმანია ეს. საეკლესიო ჰიმნია ეს. ეკლესიის ასრულებენ ამას. აი გადმოვიდა სუფრაზე. სუფრა დასასრულისკენ მიდის. რიტუალური წესრიგი მოითხოვს სუფრის წევრებმა მადლობა გადაუხადონ თამადას სუფრის გაწყოლისთვის. აიხარე, რა გულდინაროა, ესეთი რამაზი, შესანიშნავი საღამოს ჩატარებისათვის. მერთმას თუ ესეთ სალხინო სუფრებზე შეგიძლია დევანდელი საღამოს ჩამოყალიბდა. ახლა ჯერი სუფრის ფინალურ სადღეგრძელოზეა. ქრისტიანული წესის თანახმად ეს ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვა. უფლის სადიდებლით დავიწყებ სუფრა და ახლა დედა ღვთისმშობლისადმი მადლობით დავასრულებ. ყოველად წმინდა ღვთისმშობელო, შეგვეციო და ვაცხობო ჩვენ. ამინ. ცოცხლ. ეს ასრულებს ყველაფერს. იმიტომ რომ ამაზე მეტი სიწმინდე ქრისტიანულ სამყაროში არ არის ღვთისმშობელია და ეს ასრულებს ამთავრებს სუფრას. აი ასე მონაწილეობს ქრისტიანული წმინდანები აი სუფრაში და ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმას, რომ მას აქვს რელიგიური წარმოშობა. ქართული სუფრა უნდა როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლად იქნეს შერაცხილი, ისე როგორც ჩვენ ქვევრის ღვინოს შევრაცხეთ ხო, ისევე ესა არსად სხვა ქვეყანაში ეს კულტურა ამ სახით არ არსებობს. და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა შევინარჩუნოთ ის საუკეთესო ფორმით და საუკეთესო სახით გადავცეთ მომავალ თაობას.